11 სექტემბრის ტერაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიამ სამუდამოდ დაიმახსოვრა. თუმცა იმ მოვლენების გარშემო წლების განმავლობაში დაიბადა არაერთი ალტერნატიული ვერსია და შეთქმულების თეორია. იმ თეორიების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ რეალური დამნაშავეები სხვები იყვნენ, ან ვიღაცებმა წინასწარ იცოდნენ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ. ოფიციალურმა გამოძიებამ ეს მოსაზრებები უარყო, თუმცა დებატები დღემდე არ წყდება. ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ 2001 წლის 11 სექტემბერს ერთ-ერთი გატაცებული თვითმფრინავის, კონკრეტულად 93 რეისის შესახებ და დეტალურად მოვყევით იმ რეისის მგზავრების გმირული საქციელი. ვისაც ეს ვიდეო არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, როგორ შეებრძოლა 93 რეისის მგზავრები გამტაცებლებს, მათაც დაგეგმილი ვერ შეასრულეს და ამით 93 რეისი იმ დღეს 11 სექტემბერს ერთადერთი გატაცებული თვითმფრინავი იყო, რომელმაც გამტაცებლების დასახულ მიზნამდე ვერ მიაღწია. ამ ვიდეოში კი შეთქმულების თეორიებზე ვისაუბრებთ და ერთად გავარკვევთ, რატომ არ ჟერათ ან არ ჟეროდათ კონკრეტულ ადამიანებს ამერიკული გამოძიების მასალების. მანამდე გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. 11 სექტემბერთან დაკავშირებით შეთქმულების სხვადასხვა თეორიები შეიქმნა. ამ თეორიების მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ გამოძიების ოფიციალურ დოკუმენტში არსებობს წინააღმდეგობები. ყველაზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიის მიხედვით კი ტყუპის შენობებისა და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მე-7 შენობის ჩამონგრევა იყო არა თვითმფრინავების შეჯახების შედეგი, არამედ წინასწარ დაგეგმილი და კონტროლირებადი დემონტაჟი. კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული შეთქმულების მოსაზრებაა, რომ პენტაგონს სამგზავრო თვითმფრინავი კი არა რაკეტა მოხვდა. ასევე არსებობს თეორიები, რომ გატაცებული თვითმფრინავები დისტანცირად იმართებოდა და ისიც, რომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა შეგნებულად არ მოახდინეს რეაგირება. შეთქმულების თეორეტიკოსების მიერ დასახელებულ შესაძლო მოტივებს შორის 2001 წელს ავღანეთში და 2003 წელს ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შეჭრის გამართლებაცაა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ არაერთხელ თქვა, რომ ერაყი თავდასხმებში არ მონაწილეობდა. სხვა შეთქმულების თეორიები კი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ თავდასხმების შესახებ წინასწარ იცოდა. შეგნებულად უგულებელყო საფრთხე ან პირდაპირ დაეხმარა თავდამსხმელებს, თუმცა 11 სექტემბრის კომისია და სამოქალაქო ინჟინერიის სფეროს სპეციალისტების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ტყუპი კოშკების ჩამონგრევა ნიუ-იორკში მაღალი სიჩქარით მოძრავი რეაქტიული თვითმფრინავების შეჯახებამ გამოიწვია. ახლა მოდი ის ძირითადი ფაქტები დავასახელოთ, რომლებსაც 9/11 შეთქმულების თეორეტიკოსები უარყოფენ, ან ეჭქვეშ აყენებენ. 11 სექტემბრის ოფიციალური გამოძიების მიხედვით, პირველი ალ-ყაიდას წევრებმა გაიტაცეს და მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებში შეაჯახეს რეისი 175 და რეისი 11, ხოლო რეისი 77 პენტაგონს შეეჯახა. ამან გამოიწვია ტყუპი კოშკების ჩამონგრევა. ასევე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსში სხვა შენობების განადგურება და დაზიანება. პენტაგონი სერიოზულად დაზიანდა თვითმფრინავის შეჯახების შედეგად. პენსილვანიის შტატში კი გამტაცებლებმა თვითმფრინავი ჩამოაგდეს მას შემდეგ, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟმა თვითმფრინავზე კონტროლის დაბრუნება სცადა. მეორე, ალ-ყაიდას მიერ შეერთებული შტატების წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმების შესახებ სხვადასხვა დონის წინასწარი გაფრთხილებები სამართალდამცავ და სადაზვერვო უწყობებს შორის არასაკმარისი კომუნიკაციის გამო უგულებელყოფილი იქნა. დასახელებულია ბიუროკრატიული ინერტულობა და 1970-იან წლებში მიღებული კანონები. ამ ხედავს მხარს უჭერს მრავალი წყარო, მათ შორის სამთავრობო გამოძიებების ანგარიშები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოძიებები, მაგალითად პერდიუს უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევები. ასევე სტატიები და ანალიზები, როგორებიცაა Popular Mechanics, Scientific American და Time. ასევე მსგავსი სტატიები საერთაშორისო მედიაში, მათ შორის Times of India, კანადის საზოგადოებრივი მაუწყებელი, BBC, Le Monde, Deutsche Welle, ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი და სამხრეთ კორეის The Chosun Ilbo. ამის მიუხედავად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მალევე შეთქმულების თეორიების მრავალფეროვანი სპექტრი გაიშალა, რომელმაც დროთა განმავლობაში ორგანიზებული მოძრაობების კი ჩამოაყალიბა. სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ კონტექსტში მათი პოპულარობა იზრდებოდა. ამ თეორიებზე საუბრობდნენ ვებსაიტებზე, წიგნებში, დოკუმენტურ ფილმებსა და სოციალურ სივრცეებში, ხოლო მათმა ნაწილმა თავი 9/11-ის სიმართლის მოძრაობის წევრად გამოაცხადა.
შეთქმულების თეორიების ადრეული უფრო დეტალური ვერსიები განსაკუთრებით ევროპაში განვითარდა და ფართო პოპულარობა მოიპოვა საფრანგეთსა და გერმანიაში გამოქვეყნებულმა წიგნებმა. ამერიკის მედიამ და ხელისუფლებამ ეს თეორიები ძირითადად ანტიამერიკულ განწყობებთან და დეზინფორმაციასთან დააკავშირა. შეთქმულების თეორიების ნაწილი არ ეფუძნება მკვეთრ დაყოფას დამნაშავესა და უდანაშაულოს შორის. არამედ საუბრობს ზერელი დამოკიდებულების და თანამონაწილეობის სხვადასხვა დონეზე. გამოკითხების მიხედვით ბოლო წლებში 9-11-ის თეორიების მომხრეთა საერთო რაოდენობა შემცირდა, თუმცა ყველაზე რადიკალური შეხედულებების მხარდამჭერთა ბირთვი შედარებით უცვლელი დარჩა. 11 სექტემბრის შეთქმულების თეორიები ზოგადად იყოფა 3 ძირითად კატეგორიად. პირველ თეორიას უწოდეს დაუშვეს შეგნებულად. ეს მიდგომა ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გარკვეულ მაღალჩინოსნებს ტერაქტების შესახებ ინფორმაცია წინასწარ შეიძლება ქონოდათ. თუმცა შეგნებულად არ მოახდინეს რეაგირება ან განზრახ შეასუსტეს ქვეყნის თავდაცვითი მექანიზმები, რათა გატაცებული თვითმფრინავები არ შეეჩერებინათ. ეს გავს თეორიებს პერლ ჰარბორის თავდასხმასთან დაკავშირებით. შეთქმულების მეორე თეორიას კი ქვია თავად დაგეგმის. ამ თეორიის მიხედვით ალბათ მიხვდებოდით, რომ თეორეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ან ამტკიცებენ, რომ მთავრობის საკვანძო ფიგურებმა არა მხოლოდ იცოდნენ თავდასხმების შესახებ, არამედ თავად დაგეგმეს ისინი. ითანამშრომლეს ალ-ყაიდასთან ან მიზანმიმართულად დააბრალეს მას ტერაქტების განხორციელება. არსებობს სხვა მიდგომებიც. მესამე ჯგუფი არ გვთავაზობს კონკრეტულ ალტერნატიულ სცენარს, თუმცა მთლიანად უარყოფს 11 სექტემბრის ოფიციალურ ვერსიას. მათი სურვილია საზოგადოებრივი ეჭვების გაზრდა, რამაც საბოლოოდ უნდა გამოიწვიეს ახალი, დამოუკიდებელი და ოფიციალური 9-11-ის გამოძიების დაწყება. 11 სექტემბრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსპირაციული თეორია ამტკიცებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობამ შეგნებულად არ მოახდინა გატაცებული თვითმფრინავების დროული ჩაჭრა ან არ გასცა ჩამოგდების ბრძანება, სანამ ეს თვითმფრინავები სამიზნეს მიაღწევდნენ. თუმცა რეალურად გატაცებულმა თვითმფრინავებმა ტრანსპონდერები გამორთეს, რის შედეგადაც ისინი რადარებზე ათასობით სხვა სამოქალაქო თვითმფრინავის ფონზე ძნელად გასარჩევი გახდნენ. იმ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილში საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ რამდენიმე გამანადგურებელი იდგა. ხოლო სამოქალაქო ავიაციის მმართველ ჯგუფსა და ნორად შორის არ არსებობდა ავტომატური შეტყობინების სისტემა. საჭირო იყო პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია, ანუ სამოქალაქო ავიაციას უბრალოდ უნდა დაერიკა ნორადისთვის და უნდა ეთქვა, რომ რამდენიმე თვითმფრინავი გაიტაცეს. გარდა ამისა, მოქმედი წესები და რეაგირების მოდელები 9-11-ის სცენარზე გათვლილი არ იყო. ნორადს, ანუ სამხედრო მიმართულებას ინფორმაცია მოგვიანებით და არასრულად მიეწოდეს. აი 93 რეისის შემთხვევაში თეორიულად შესაძლებელი იყო მისი ჩამოგდება, თუმცა ამისთვის თანხმობას ელოდნენ, რაც საბოლოოდ გზავრების ჩარევის გამო საჭირო აღარ გახდა. 9-11-ის შემდეგ სამოქალაქო ავიაციასა და სამხედროებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდა, დამყარდა პირდაპირი საკომუნიკაციო ხაზები და გაფართოვდა შიდა საჰაერო სივრცის მონიტორინგი. მსოფლიო საოჯრო ცენტრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კოშკების ჩამოგრევა ოფიციალური გამოძიებების მიხედვით, მათ შორის ამერიკის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით გამოწვეული იყო თვითმფრინავების შეჯახებით მიყენებული სტრუქტურული დაზიანები. ხოლო კონტროლირებადი დემონტაჟის კონსპირაციული თეორიები კი ამტკიცებენ, რომ სამივე შენობა ნიუ-იორკში და ვაშინგტონში წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით იქნა დანგრეული, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო ეს იდეები ექსპერტების მიერ ფართოდ არის უარყოფილი. დემონტაჟის თეორიის მხარდამჭერები, მათ შორის ფიზიკოსი სტივენ ჯონსი, არქიტექტორი რიჩარდ გეიჯი, პროგრამული ინჟინერი ჯიმ ჰოფმანი და თეოლოგი დევიდ რეი გრიფინი ამტკიცებენ, რომ თვითმფრინავების შეჯახებები საკმარისი ვერ იქნებოდა ნიუ-იორკის ტყუპი კოშკებისა და მსოფლიო საოჯრო ცენტრის 7-ის კატასტროფული ჩამოგრევის სასახსნელად. ჯონსი თავის ნაშრომში ამტკიცებს, რომ თერმიტული რეაქციების არსებობა მიუთითებს კონტროლირებულ დემონტაჟზე, როგორც ჩამოგრევის მიზეზზე, მაგრამ ჯონს არ აუხსნია, როგორ შეიძლებოდა ისეთ რაოდენობის ასაფეთქებელი მასალის განთავსება შენობებში, ისე რომ ეს ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ფედერალური გამომძიებელები აცხადებენ, რომ სტრუქტურული სვეტების დაზიანებისთვის უზარმაზარი რაოდენობის თერმიტის გამოყენება იქნებოდა ნიუ-იორკში საჭირო, რასაც ჯონსი არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ იგი და მისი კოლეგები სუპერ თერმიტს იკვლევდნენ. ბრენდ ბლანჩარდი, ავტორი წიგნისა ასაფეთქებელი დემონტაჟის ისტორია ამერიკაში ამბობს, რომ ჯონსის თეორიების პრაქტიკული განხორციელების საკითხზე
მრავალი კითხვა უპასუხოდ რჩება. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტყუპი შენობების ნანგრევებს ნიუ-იორკში 8 თვე წმედნენ და იმ პერიოდში თერმიტის დამახასიათებელი ნიშნები არავის შეუმჩნევია. თუმცა ჯონსი ასევე ამბობდა, რომ ნანგრევებში აღმოჩენილი მდნარი ფოლადი ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის მტკიცებულება იყო. იგი შველიებდა ფოტოებს, რომლებზეც სამშენებლო ტექნიკას წითლად შეფერილი ნამსხვრევები ამოაქვს. თუმცა ბრენდ ბლანჩარდმა აღნიშნა, რომ ნანგრევებში მართლაც რომ მდნარი ფოლადი ყოფილიყო ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც მას შეეხებოდა, მყისიერად დაზიანდებოდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ ის არა თერმიტული მასალა, არამედ სინამდვილეში შეიძლება პრაიმერული საღებავი ყოფილიყო. დეივ თომასმა აღნიშნა, რომ თერმიტის გამოყენებით ვერტიკალური ფოლადის ცვეთის გადასაჭრელად აუცილებელი იქნებოდა სპეციალური მაღალტემპერატურული დამცავი კონსტრუქცია, რათა მდნარი რკინა ქვევით არ ჩაღვრილიყო. თავად თერმიტის რეაქცია კი ზედმეტად ნელია, რაც მას პრაქტიკულად გამოუსადეგარს ხდის შენობების დემონტაჟისთვის. სტრუქტურული მექანიკისა და საინჟინრო სფეროს სპეციალისტები ეთანხმებიან მოდელს, რომლის მიხედვითაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობების ჩამონგრევა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების გარეშე. მაღალი ტემპერატურით დასუსტებული კონსტრუქციების გრავიტაციული კოლაფსით. თავდასხმების დღესვე წამყვანმა მედია საშუალებებმა თქვეს, რომ ცათამბჯენები ჩამოინგრა სიცხის შედეგად, რომელმაც ფოლადი დაადნო. ამასთან, გამოძიებას არასდროს უთქვამს, რომ ფოლადი დადნა. ინსტიტუტის შეფასებით სიცხემ ფოლადი შეარბილა და მნიშვნელოვნად დაასუსტა, ხოლო ეს დასუსტება თვითმფრინავების შეჯახებით მიყენებულ დაზიანებებთან ერთად ნიუ-იორკში სტრუქტურული კოლაფსის მიზეზი გახდა. იყო შეთქმულების თეორიები იმ თვითმფრინავთან დაკავშირებითაც, რომელიც პენტაგონის შენობაზე დაეცა. ამტკიცებდნენ, რომ ის თვითმფრინავი კი არა, შეიძლებოდა რაკეტა ყოფილიყო, თუმცა ბევრმა ადამიანმა თავად ნახა თუ როგორ დაეცა თვითმფრინავი პენტაგონს. ამის გარდა იქვე იპოვეს 77 რეისის შავი ყუთები, ცხვირის კონუსი, სადესანტო მექანიზმი და ასე შემდეგ. ამის გარდა კატაცებული თვითმფრინავებიდან ამერიკაში რეკავდნენ მგზავრები და ამბობდნენ, რომ მათი რეისი გაიტაცეს, თუმცა შეთქმულების თეორეტიკოსების ნაწილს არც ამის ჯერა და ამბობდნენ, რომ ის განხორციელებული ზარები შეიძლება შეთხზული ყოფილიყო. რაც შეეხება კიდევ ერთ გატაცებულ თვითმფრინავს რეისი 93. როგორც ვთქვით, ჩვენ მასზე დეტალურად უკვე სხვა ვიდეოში ვისაუბრეთ. ამ რეისზე შეთქმულების თეორიის მომხრეებს აქვთ მრავალფეროვანი იდეები, მაგალითად ის, რომ თითქოს 93 რეისი ამერიკის გამანადგურებელმა ჩამოაგდო. გრიფინი და ჯონსი ამტკიცებდნენ, რომ თვითმფრინავის დიდი ნაწილები, მათ შორის ძრავის ძირითადი ნაწილი, ნამსხვრევების მთავარი ადგილიდან კილომეტრების დაშორებით დაეცა, რაც ჩვეულებრივი თვითმფრინავის ჩამოვარდნისთვის ძალიან დიდი მანძილია. ზოგიერთი თეორიის თანახმად, თვითმფრინავი მთავრობას უნდა ჩამოეგდო, რადგან მგზავრებმა სავარაუდო შეთქმულების შესახებ შეიტყვეს. თუმცა ეს მტკიცება არასწორია, რადგან საფრენი აპარატების ძრავა დაახლოებით 300 მეტრის დაშორებით იპოვეს. მისი მდებარეობა კი იმ მიმართულებას შეესაბამებოდა, რომლითაც თვითმფრინავი მოძრაობდა. ასევე ზოგიერთი თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ რეისის თავზე პატარა თეთრი თვითმფრინავი დაფრინავდა, რომელმაც თითქოს შესაძლოა რაკეტა ესროლა 93 რეისს. თუმცა სამთავრობო სააგენტოები, FBI და სხვები ამტკიცებენ, რომ ეს პატარა თვითმფრინავი იყო ფალკონის ბიზნეს თვითმფრინავი, რომელსაც სიტუაციის შესაფასებლად დაბალ სიმაღლეზე დაშვება სთხოვეს. ბენ სლაინი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის ოპერაციების მენეჯერი იყო, ამბობს, რომ 93 რეისთან ახლოს არც ერთი სამხედრო თვითმფრინავი არ იმყოფებოდა. ზოგიერთ თეორეტიკოსს კიდევ უფრო გაეხსნა ფანტაზიები და თქვა, რომ რეისი 93 უსაფრთხოდ დაეშვა ოჰაიოში და პენსილვანიაში სხვა თვითმფრინავი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის იყო დელტას რეისი 1999 და სწორედ ის აერიათ 93 რეისში. ამის გარდა ვალენსია მაკალაჩი ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც 93 რეისის ერთადერთი ფოტო გადაუღვა, ამბობდა, რომ შეთქმულების თეორეტიკოსები მას ავიწროებდნენ და აბრალებდნენ, რომ თითქოს მან ფოტო გააყალბა. FBI-მ, სომერსეტის ოლქის ხელისუფლებამ, სმითსონიანმა და ეროვნული პარკების სამსახურის 93 რეისის ეროვნული მემორიალის თანამშრომლებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს ფოტო და ფირის ნეგატივები. ყველა მათგანი მაკალჩის ფოტოს ნამდვილად მიიჩნევს. ამის გარდა იყო ეჭვები გამტაცებლებთან დაკავშირებითაც, თუმცა 11 სექტემბრის კომისიის თავმჯდომარის თომას კენის თქმით, 19-დან 16 გამტაცებელი საერთოდ არ უნდა შესულიყო შეერთებულ შტატებში, რადგან მათ ვიზებთან, პასპორტებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. მით უფრო, რომ ალ-მიხტარი და ალ-ჰაზმი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ ალ-ყაიდას აგენტებად იყვნენ მხილებული, თუმცა ეს ინფორმაცია არ გადაეცა FBI-ს ან ამერიკის იმიგრაციის სამსახურს. ამიტომ ორივე გამტაცებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად შევიდა. და რა თქმა უნდა ვისაუბროთ იმ თეორიაზე, რომელიც ასევე პოპულარულია თეორეტიკოსებში.
ალბათ მიხვდით. შეთქმულების თეორეტიკოსების აზრით 2001 წლის 11 სექტემბერმა ამერიკას და დიდ ბრიტანეთს საშუალება მისცა დაეწყოთ ომი, რომლის დაწყებაც მათ დიდი ხნის განმავლობაში სურდათ. მაგალითად, გერმანიის მთავრობის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ 11 სექტემბერი ავღანეთსა და ერაყში შემდგომი ომების გასამართლებლად იყო დადგმული. მალაიზიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც დაახლოებით იგივე თქვა, თუმცა ყველას ახსოვს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ერაყზე დაუყოვნებლივ თავდასხმის იდეას მხარი არ დაუჭირა და აღიარა, რომ 9/11-ში ერაყის მონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობდა. და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ასეთ თეორიებს მხარს უჭერს? ისინი სამ ჯგუფად იყოფიან. შეთქმულების თეორიების პირველი მყარი ბირთვი, ანუ აქტიური წევრები და ორგანიზატორები არიან. მეორეა კრიტიკულად განწყობილი ხალხი, ახალგაზრდები, სტუდენტები და აქტივისტები. მესამე კი გაუნათლებელი კატეგორიაა. თუმცა ამ ადამიანების თეორიები რომ ვერ უძლებს კრიტიკას, უკვე მრავალჯერ ითქვა, მათ შორის ამ ვიდეოში და მათ შორის სხვადასხვა საქმის პროფესიონალების მიერაც. ამის მიუხედავად 2001 წლის 11 სექტემბერი ჯერაც ბევრისთვის გამოცანაა. ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი შეთქმულებაა, ზოგი ამბობს, რომ ის შეთქმულების თეორიების სისულელეა. თუმცა ხომ გახსოვს, ჩვენ ამ არხზე ერთად ვამოწმებთ ყველა თეორიას. კითხულობთ ბევრს და ერთად ვარკვევთ სიმართლეს. ყოველ ასეთ ვიდეოში ვიგებთ რა იყო შეთქმულების თეორია და რა რეალობა. ამიტომ გამოიწერე არხი და დალაიქე ეს ვიდეო. კომენტარებში კი დაწერე რომელ კონსპირაციულ თეორიაზე ისურვებდი მომდევნო ვიდეოს. დიდი მადლობა.